საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 13 დეკემბერს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალს, წმინდა პეტრე პირველ კათოლიკოსსა და წმინდა სამოელ პირველ კათოლიკოსს იხსენიებს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომაღავლინა. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავარმა მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ქადაგებით მიმართა. მიტროპოლიტმა შიომ დღევანდელ ქადაგებაში დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. დღეს არის ხსენება წმინდისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასლისა, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოლოცვას და კურთხევას. ეს წმინდანები ჩვენთვის განსაკუთრებული პიროვნებები არიან, რადგან წმინდა ანდრია პირველწოდებულმა პირველმა იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში და ქრისტეს ეკლესია დააფუძნა. სწორედ ამიტომ ეწოდება საქართველოს ეკლესიას სამოციქულო. ხოლო წმინდა მეფე ვახტანგის ღვაწლით ჩვენმა ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია და იკურთხა პირველი კათოლიკოსი პეტრე, რომლის ხსენებასაც დღეს ასევე ჩვენ აღნიშნავთ. შეგვეციოს ამ დიდი წმინდანების ლოცვა და მადლი ჩვენ და სრულიად საქართველოს. დღევანდელი სახარება მოგვითხრობს ჩვენ ანდრია მოციქულის პირველ შეხვედრაზე უფალ იესო ქრისტესთან. როდესაც წმინდა იოანე ნათლისმცემელი ქადაგებდა, ნათლავდა ხალხს და წინასწარ მეტყველებდა მესიაზე, აი მაშინ მას დაემოწაფა ანდრია და მისი ძმა სიმონი და ასევე იმჟამად მას დაემოწაფა ქრისტეს მომავალი მოციქული და სახარების ავტორი იოანე ღვთისმეტყველი. და აი ერთხელ როდესაც იოანე ნათლისმცემელი მდინარე იორდანესთან იყო თავის ორ მოწაფესთან ერთად, ანდრიასთან და იოანესთან ერთად, მათ იხილეს მათკენ მომავალი იესო ქრისტე და ნათლისმცემელი აღივსო გამოუთქმელი სიხარულით მიუთითა ქრისტეზე თავის მოწაფეებს და თქვა: აი ტარიგი ღვთისა, რომელიც იტვირთავს სოფლის ცოდვებს. აი ამ სიტყვებში არის საღვთო განგებულების მთელი საიდუმლო. და როდესაც მოწაფეებმა ეს გაიგეს, რომ იესო ქრისტე არის მესია, მათ გადაწყვიტეს ქრისტესთან მისვლა და სთხოვეს უფალს, რომ თან წაეყვანა. და მაცხოვარმაც წაიყვანა ისინი იქ, სადაც იმჟამად ცხოვრობდა და მათი საუბარი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. და იქ მომავალმა მოციქულებმა იხილეს და მოისმინეს ისეთი რამ, რაც მათთვის სრულიად ახალი იყო. რამაც მათი გულები გაათბო, რამაც გონება გაუნათა და რამაც განაწყო, რომ სრულიად ახალი ცხოვრება დაეწყოთ. და აი მათზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქრისტესთან შეხვედრამ, რომ ერთ-ერთმა მათგანმა იოანემ, რომელმაც სახარება დაწერა, აი თავის სახარების პირველივე თავში აღნიშნავს აი ამ შეხვედრის დროსაც კი იქნებოდა ასე მეათე საათი, წერს იგი. და მეათე საათი ჩვენი დროით არის მეოთხე საათი, დღის მეოთხე საათი. და ის შემდეგ იგი ასეთი სიხარულით ახსავსე გაიქცევა თავის ძმასთან სიმონთან, მომავალ მოციქულ პეტრესთან
და ახარებს მას, რომ ჩვენ ვიპოვეთ მესია. და აი ძვირფასო ძმებო და დებო, ანდრიასთვის ქრისტესთან შეხვედრის ჟამი და დრო იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დრო მის ცხოვრებაში. და ეს იმდენად ჩაებეჭდა მას სულში, აი ეს ჟამი, რომ მას ეს ახსოვდა თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე, როდესაც თვითონ გახდა ღირსი ჯვარცმით სიკვდილისა. და დღეს ჩვენ ფიქრობთ ამაზე და ვკითხოთ ჩვენ თავს, რომელია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჟამი, ასეთი დრო რომელია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი. და პასუხი იქნება გამომდინარე იქიდან, ვისთვის რა არის უფრო მნიშვნელოვანი. ვიღაცისთვის ეს არის დაქორწინების დრო, ვიღაცისთვის ეს შეიძლება არის შვილის გაჩენა, ვიღაცისთვის მძიმე ავადმყოფობისგან განკურნება, მაგრამ აი ამ ყველაფერზე განუზომლად აღმატებული არის ჟამი, როდესაც ადამიანი იღვიძებს ცოდვილი ცხოვრებისგან, როდესაც ფხიზლდება ცოდვისგან და როდესაც ქრისტეს რწმენის ნათელს იხილავს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო. როდესაც მიიღებს ადამიანი იესო ქრისტეს როგორც თავის მხსნელს და მაცხოვარს. აი ეს არის ყველაზე მთავარი დრო ადამიანის ცხოვრებაში, ვინაიდან სხვაგან ვერსად ადამიანი ვერ ნახავს ნამდვილ სიხარულს, ნამდვილ მშვიდობას და ნამდვილ გადარჩენას. გარდა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეში, რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანადაუსაბამოთ მამით და ყოვლადწმიდით და ცხოველსმყოფელი სულითურთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს და ზეიმობს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, ასევე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს და ასევე პირველი კათალიკოსის პეტრესა და სამუელის დღეს. განსაკუთრებულია მათი როლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, სარწმუნოებაში და ძალიან საზეიმოა დღევანდელი დღის განწყობა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მაღავლინა საზეიმო წირვა დალოცა მრევლი და ქადაგებით მიმართა, ულოცავ სრულიად საქართველოს, ულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ვახტანგი და ანდრია ქვია ანგელოზის დღეს, მართლა დაგლოცეთ. დღეს საოცარი დღეა, იშვიათი დღე მართლაც, რომ ერთვაშად ამდენი წმინდანის ხსენების დღეა საქართველოში და მართლმადიდებლურ სამყაროში, რომელმაც გამორჩეული კვალი დატოვეს ჩვენი ეკლესიის და ჩვენი ერის ცხოვრებაში. ანდრია პირველწოდებული, რომელიც პირველად შემოძანდა საქართველოში ქრისტეს საქადაგებლად და კეთილმსახური მეფე ჩვენი ვახტანგი გორგასალად წოდებული, რომელიც შიშის ზარს ცემდა მტერს და რომელიც დიდი ღვაწლი იყო გამორჩეული ქრისტიანობაში განსამტკიცებლად იმ დროს. ჩვენი ეპისკოპოსები, წმინდა ეპისკოპოსები, კათალიკოსები, პეტრე და სამუელი, მოკლედ მათ შექმნეს მთელი ეპოქა, რითაც გაუყვალეს მომდენო თაობებს გზაკვალი მართლმადიდებლობაში ბრძოლაში. მარტო რა დღის მეფე ვახტანგის სიტყვები, რომ ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს. ეგ არის ყველაფერი. აი არც ერთი მონარქს ეგ არ უთქვამს და ისე ლამაზად ჩამოყალიბებულია, რომ აი საუკუნეების მერეც კიდევ ვისაც ახსოვს იმისთვის ნათელია გზა ჭეშმარიტებისა, საიდანაც უნდა იაროს ქართველმა ერმა. ულოცავ სრულიად საქართველოს, ულოცავ ჩვენ ძვირფას კათოლიკოს პატრიარქს, რომელსაც გამორჩეულად უყვარს მეფე ვახტანგის და ზოგადად ჩვენი ყველა წმინდანი. სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ეზიარებიან და ეკლესიაში დადიან, ულოცავ დღევანდელ დღეს, დღეს არის ანდრია პირველწოდებულის დღე და ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია თითოეული ქართველისთვის და ქრისტიანისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ. ულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს, ულოცავ პატრიარქს, მეუფე შიოს ულოცავ და ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ 12 მაისს საქართველოში შემოგბრძანების დღეს და 13 დეკემბერს წმინდანის აღსრულების დღეს აღნიშნავს.